დილომშვიდობისა საქართველო. დღეს შაბათია 23 იანვარი და ჩვენ ობიექტივის ტელევიზიისა და რადიოს პირდაპირ ეთერიდან მოგესალმებით. აღმოაჩინე საქართველოს უყურებთ, მე ნინო კეკელიძე გახლავართ გადაცემის ავტორი და დღეს ჩვენ საუბრობთ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე და აღნიშნულ ინდუსტრიაში შემავალ იმ მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომელიც საქართველოს ხალხურ ფოლკლორთან და სიმღერასთან ასოცირდება. სტუმრად არაჩვეულებრივი სტუმრები წარადგენენ დღეს საკუთარ მიმართულებებს და პროფესიონალიზმს ქართული ცეკვისა და სიმღერის შესახებ. 130 წლის ანსამბლი ლეგენდარული ერისიონი, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი, რომელიც დღეს თქვენ წინაშე წარდგება და ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან კულტურასა და პოლიფონიაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ესეთი მნიშვნელოვანია. მას ასე ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო წარმოგიდგენთ ანსამბლ ერისიონს, მისი წარმომადგენლობითი დელეგაციით, რომელსაც ბატონი შერმან დიჭკუასელი, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი წარმოგიდგენთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დავყავით სხვადასხვა საფეხურებად, რომელიც იერარქიულად ესე გამოიხატება. ბატონი შერმანდი, რომელიც ანსამბლს ხელმძღვანელობს, ასევე თქვენ წინაშე დღეს წარდგებიან ის ოქროს თაობა, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში პროფესიონალურად უძღვებოდა მისთვის დაკისრებულ საქმიანობას, ეგრეთ წოდებული ეკა ჭკუასელი, რომელიც დღეს ასევე განაგრძობს აი ამ სფეროში მუშაობას, ბატონი ლევან კუბლაშვილი, ზაალ ჭუმბურიძე და აღნიშნული თაობისას მინდა აღნიშნო ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც მათ შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ათეული წლების განმავლობაში მათ წარმატებით გასწიეს ის ჯაფა და წვლილი, რომელიც ჩვენი ცეკვის აღმოჩენას და შენარჩუნებას ეხება. ხოლო ეხლა დღეს კი ისინი მუშაობენ ახალ თაობასთან და განაგრძობენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციების გაგრძელებას. გადაცემის მეორე რუბრიკაში ჩვენ სტუმრად გვეყოლება არაჩვეულებრივი სტუმრები, რომლებიც გვილამაზებენ სტუდიას. ესენი არიან ახალი თაობა, მოცეკვავეები და მომღერლები ლიკა წიფურია, მიხეილ მაისურაძე და ილია გელაშვილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო სტუმრებო, მადლობა მობრძანებისთვის და გადაცემის დაწყებამდე დავაანონსებ ჩვენი ტელეფონის ნომერს 2388 105. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენს რესპონდენტებს დაუსვათ თქვენთვის სასურველი შეკითხვები. სოციალური ქსელის მეშვეობით ასევე მოგძებნეთ აღმოაჩინე საქართველო, სწორედ აი ქართული ასოებით საციებო სისტემაში, ხოლო Skype-ში Discover-Georgia. მოგესალმებით შერმანდი, თქვენით დავიწყებ და ერისიონზე საუბრისას არ შემიძლია არ აღნიშნო ბატონი ჯემალ ჭკუასელი, ჩემი გულითადი მოკითხვა მინდა გადავცემას და სრულად ობიექტივის ტელევიზიის სახელით მინდა რომ ამ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს მან შეუნარჩუნა 130 წლის კულტურა, ტრადიცია, ფოლკლორი, ეს არის არაჩვეულებრივი ჯაფა, შრომა, რომელიც მას შიგნიდან მისი პატრიოტიზმით მოსდევს. რაც შეეხება ანსამბლის დღევანდელ მდგომარეობას, თქვენ ბრძანდებით სამხატვრო ხელმძღვანელი და როგორც ყველასთვის ცნობილია, აღიზარდეთ ქართულ ტრადიციულ ოჯახში და ეს სულისკვეთება, რომელიც ცეკვის და სიმღერის სიყვარულთან ასოცირდება, თქვენი ცხოვრებისეული რიტმი არის, არა შეძენილი პროფესია, არამედ თქვენ ამითი ცხოვრობთ. მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიაში. რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული ფოლკლორი და პოლიფონია, ცეკვითა და სიმღერით გამოხატული? მოგესალმებით პირველ რიგში, პატივისცემით თქვენს გადაცემას, თქვენს მაყურებელს მივესალმები. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ანსამბლი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ 130 წლის ანსამბლი, რომელმაც ახლახანს გადაიხადა ეს იუბილე, შეუსრულდა 130 წელი. პირდაპირ გაგებით შემიძლია ვთქვა, რომ შეუტანია და შეიტანს კიდევაც უდიდეს წვლილს ჩვენი ქვეყნის როგორც კულტურულ, ასევე შეგვიძლია დავარქვათ, როგორ ვამბობთ, მდგრადი განვითარება. სხვადასხვა რომ არ დამოვიწყდეს, მინდა აღნიშნო, რომ კულტურის სამინისტრომ შეიმუშავა კულტურის სტრატეგია, საკმაოდ მე გავეცან იმას და საკმაოდ ესეთი სერიოზული ნამუშევარია, რა თქმა უნდა ბატონი მიხეილ გიორგიაძის თაოსნობით და იქ პირდაპირ არის ისე კარგად და ლამაზად გაწერილი ყველაფერი, როგორი წვლილის შეტანა შეუძლია და რა დონის წვლილის შეტანა შეუძლია კულტურას ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ძალიან ბევრი მოგზაურობები გვქონია, ძალიან ბევრი მაყურებელს უნახავს ჩვენი სპექტაკლები, თუნდაც ასე დავარქვათ,
ჩვენი შოუ სანახაობა რა თქმა უნდა ეს კარგია გაცნობა ჩვენი ქვეყნის მათთვის ყოფილა ესეთი შემთხვევებიც რომ ვიხართო გვეკითხებოდა რომ გონია რომ უამრავი ხალხი გვიცნობს სოფლიოს მასშტაბით ასლად ასე არ არის საქმე კი რა თქმა უნდა გვიცნობენ მაგრამ ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა დიდი მასა არა მარტო ჩვენი აქ მრავალი კოლექტივები არის და მაგრამ აი ასევე შეგვიძლია ჩვენ დიდი როლი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის გასაცნობად იმ ხალხისთვის ვინც ჩვენთან ჩამობრძანდებიან ქვეყანაში ჩვენ სამშობლოში რომ აი ჩავერთოთ უფრო აქტიურად ტურიზმზე მაქვს ლაპარაკი დიახ და აღმოვაჩენინოთ მათ ამ სახითაც ჩვენი ქვეყანა ხო სწორედ ქართული ცეკვი და სიმღერით არის მათი სული ჩვენი ხასიათი და ერთ-ერთი უდიდესი საგანძური რაც ქართველებს გააჩნია და ეს ალბათ საჭიროა რომ რაც შეიძლება უფრო ღრმად და უფრო მრავალფეროვნად და უფრო დიდი დოზით მივაწოდოთ ჩვენს სტუმრებს. ბატონო შერმანდი, მსოფლიო გამოჩენილ ფოლკლორისტებს მიაჩნიათ, რომ ქართული ხალხური სიმღერა მისი პოლიფონიური თვალსაზრისით ყოველგვარ კანონს და კანონგარეშე არის მოქცეული და ყველანაირ საზღვარს ცდება. თქვენი შეხედულებით ამის ნათელი მაგალითი რეალურად არის ჩაკრულო, რომელიც 1977 წელს კოსმოსში იქნა გაშვებული ამერიკელების მიერ. რას თვლით, რამდენად მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო ცივილიზაციისთვის აღნიშნული პოლიფონია. აღნიშნული პოლიფონიას თქვენ ბრძანებთ ეს იუნესკომ 2001 წელს მსოფლიო მუსიკალური აზროვნების შედევრად აღიარა. ეს ოფიციალური დოკუმენტიც მისი ასლი ჩვენც ასე გვაქვს იქ ვიკიპედია კაბინეტში. ეს არ არის უბრალო საქმე. ანუ ქართული პოლიფონია ხა ჩვენც ვიცით და ძამხელ აღიარებას პოვებს. ესე იგი ეს არის უდიდესი საგანძური. ერთად. თქვენ ბრძანეთ რომ არ ემორჩილება არავით არ ნუ ახლა ეს საშემსრულებლო ხელოვნებაა. რა თქმა უნდა თავისი არ ემორჩილება შეიძლება რაღაც კანონებს რომლებიც არის მუსიკაში და საერთოდ მაგრამ მას აქვს მისი კანონები ისეთი, რომელსაც ვერ გაიქცევა. და რომელსაც ვერ ემორჩილება. ხო, ეს არის ჩვენ ერისთვის უდიდესი საგანძურია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ამას მორთხილება სჭირდება. რაც ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს, როცა აი ძალიან ამოძრავდა ეს საკითხი და ჩვენი ფოლკლორის ცენტრი, ბატონი გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით ძალიან დიდ სამუშაოს აკეთებს. და მადლობა უთხრა მას ამისთვის რეგიონებში. ბევრი გაიხსნა ცენტრები, გაიხსნა სკოლები, გაიხსნა ბავშვებისთვის შეისწავლონ. ეს უდიდესი საქმეა, ძალიან დიდი საქმე და მადლობა კიდევ ერთხელ მას ამისთვის. რაც შეეხება ჩაკრულოს, ეს არ არის ჩვენ ახალი ამბავი და ბევრმა კარგად იცის. ნუ ვინც არ იცის, არ ამგონია ესეთ ხალხი ალბათ ძალიან ცოტაა, მინდა ვთქვა, რომ 76 წელს 1976 წელს ნასამ გააგზავნა კოსმოსში მსოფლიოს ხალხთა შედევრები რომ იქნებ სადღაც ვიღაც არსებობს და სხვა სამყაროში და გამოგვეხმიანოს მივაწოდოთ მათ ეს რის პატრონები ვართ ჩვენ დედამიწაზე და რა გვაქვს და ეს რამხელა ბედნიერება როცა მათ შორის შეირჩა ერთ-ერთი ჩვენი ვთქვათ სიმღერა ქართული ჩაკრულო რომელიც ჩვენი ანსამბლის რომელიც არის ჩვენი ანსამბლის ჩანაწერი რაც გაიგზავნა კოსმოსში და მას ასრულებენ აზგანსონებული ბატონი ილო პაპა ილო ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი რომელიც დღეს კიდევ ხნეთ არის და იმას იმერა კიდეც თუ გახსოვთ ვიყავით იუბილეზე რა იყო არა ჩვეულებრივი დიახ ეს არის რა ვიცი ძალიან დიდი მონაპოვარი ალბათ ჩვენი ერისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ და აი მეტად დიდი წვლილი შეტანა შეუძლია ქართულ შემოქმედებას ფოლკლორს სიმღერას ცეკვას ქვეყნის გრადი განვითარების ნამდვილად იმ შეტანაში ქვეყნის გაძლიერებისა და ქვეყნის აღმავლობაში ნამდვილად დიდი წვლილი შეტანა შეუძლია მაგრამ ამას ნუ ცოტა
სხვა მხრივ უნდა მიხედვა. ნამდვილად, დიდი მადლობა. ეკა ჭკუასელთან მინდა შეკითხვით გადავინაცვლო, ეკასთან საუბრისას მნიშვნელოვანი აღნიშნოთ მისი ეს პროფესიონალიზმი, არამხოლოდ შინაგანი იმპულსი, რაც ბავშვობიდან მას ოჯახიდან გამომდინარე აქვს, არამედ უკვე მისი მიდგომა აი კონკრეტულად ცეკვის მიმართ. ეკამ დღევანდელ სოფლიოში და დღეს საქართველოში რამდენად მიგაჩნია რთული შეინარჩუნო ის ძირძველი ტრადიცია, რომელიც ბატონი ჯემალ ჭკუასელის და ძალიან ისეთი დიდი ქართველების მიერ არის 130 წლის განმავლობაში შენარჩუნებული. რამდენად აქვს საფრთხეები აი ამ ქართულ ფოლკლორს და ხალხურ ცეკვას და როგორ ინარჩუნებთ აი ამ რთულ, ასე ვთქვათ, მდგომარეობას? მოგესალმებით პირველ რიგში, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. საფრთხეები მინდა გითხრათ ძალიან დიდია. სამწუხაროდ ძალიან დიდია და ძალიან რთულია ამის შენარჩუნება. მაგრამ რა ვიცი, ხა ჩვენ ისეთ ანსამბლში მოგვიწია მოღვაწეობა დიდი ხალხის ნამოღვაწარზე, არ ჩამოთვლეს ყველას, მხოლოდ აგერ ჩვენს უახლოეს ისტორიაში ბოლოს ვინც იმ მოღვაწა მე ბატონ რეზოს დავასახელებ მხოლოდ მარტო ის ღირს ყველაფრად, რომ იმის ნამუშევარი შეინარჩუნო და გააგრძელო ეს ყველაფერი. ძალიან რთულია, ნამდვილად ძალიან რთულია, არის ბევრი შემოტევა. მაგრამ რა ვიცი, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ როგორმე შევინარჩუნოთ და არ დავაზიანოთ ჩვენი ხელოვნება. სამწუხაროდ შემოტევა ბევრია და წართმევაც ბევრია. ძალიან ბევრი მაგალითებია. ახლა აღარ დავასახელებ და არ ვიტყვი, მაგრამ ეს ორი დღეა მართლა ჩემ აი ისე განვიცდი და ვნერვიულობ ჩვენ ქართულს. აი ესე გვპარავენ, გვძარცვავენ. რა ვიცი, მე სხვადასხვა ქვეყნებზე არის საუბარი. ქვეყნებზე ალაპარაკი კი ბატონო და იმედი მაქვს, რომ ამას აუცილებლად გაეცემა პასუხი და რაღაცნაირად დავიცავთ ამ ჩვენს ხელოვნებას. გარდა თქვენი ყოველდღიური საქმიანობისა, რომ ემსახურებით ამხელა ბუმბერას დას, რომელსაც ყოველდღიურად თქვათ ამუშავებთ და წარუდგენ შემდგომ სოფლიოს. არის თუ არა რაღაც გარკვეული მექანიზმით, რითიც მოხდება თუნდაც აი სხვა ქვეყნებისთვის მაგალითის თქვათ მიწოდება ან ჩვენება იმისა, რომ ეს სწორედ არის ქართული და ძირი ამ ყველაფრისა მოდის საქართველოდან. თუ გაქვთ რაღაც გარკვეული მექანიზმი აი ამის შენარჩუნების? მექანიზმი ცით რა არის ეს მე ესე მგონია რომ ეს ქართული იმდენად გენში ზის რომ ამას სხვა ერთადერთი შტრიხი და ხაზი ალბათ ეგ არის რომ ვერც შეასრულებს სხვა ძალიანაც რომ რასა არის ყოფა როგორც ძალიან რობაქიცემ ხო არ ვწდები ხო და აი ანუ ვერც შეასრულებს და აი ეს არის ჩვენი პლუსი მე ესე ვფიქრობ რომ აი რაც და დაცვა ძალიან ჭირდება ნამდვილად და რა ვიცი ვცდილობთ და მე მგონი ვინარჩუნებთ კიდევაც ამის არ არსებობს სხვა გამოსავალი ეს ასე უნდა იყოს ძალიან კარგი და იგეგმება თუ არა აი ამის ფონზე რომ ხდება ძირძველი ხალხური ფოლკლორის შენარჩუნება გარკვეული უმნიშვნელო ცვლილებები იმისთვის რომ მაყურებელს თუნდაც შოუს გარკვეული ელემენტებით გაუხალისოთ და სხვადასხვა რაკურსით დაანახოთ ჩვენი ფოლკლორი. გეგმავთ თუ არა ახალ დადგმებს ან ახალ შემოქმედებით პროგრამებს? ეს აუცილებელიც არის ცოცხალი ორგანიზმი და ვერ გავჩერდებით ჩვენ ესე აი ეს ყოველდღიურადაც ხდება იცით პატარ-პატარა ცვლილებები და რა ვიცი გვაქვს გეგმაში და კი აუცილებლად და უნდა განვითარდეს უბრალოდ არ უნდა დავაზიანოთ ის ფესვები საიდანაც მოდის თორე აუცილებელია ეს როგორც წყალი ესე აუცილებელი ერთ ადგილზე არაფრით არ შეიძლება აუცილებლად დამყარდება და მოწყდეთ და ნამდვილად ამავე დროს ფეხი აუწყოთ თანამედროვეობას დროს რომელიც ცოტა რთული საკითხია არის ადვილად მოსაგვარებელი მაგრამ ძალიან საფრთხილოა და დელიკატური თემა თუმცა მე დარწმუნებული ვარ ამას თქვენ ძალიან გეგმავთ და აუცილებლად მივაწვით კიდევაც რაღაც ახალს ჩვენს მაყურებელს ძალიან საინტერესოა ლევანთან გადავინაცვლებ შეკითხვით მოგესალმები ლევან კიდევ ერთხელ როგორც ჩემთვის ცნობილი 17 წელია უკვე ხარ აი ამ პროფესიულ ანსამბლში და უძღვები ესეც საპასუხისმგებლო საქმეს პირველი ჯერ თავად ასრულებდი მოწინავე თქვა სხვადასხვა სოლისტურ ესე თქვა
პარტიებს და ეხლა უკვე მუშაობ მომავალ თაობასთან. ჩემი შეკითხვა არის შემდეგი: გარდა იმისა, რომ ერისიონის დასის სახით შენ შეიძინე ესეთი დიდი ოჯახი, რა შეძინა, თქვათ, აი ამ ყველაფერმა შენს ცხოვრებას? რითი ხარ დღეს გამორჩეული, რომ აირჩიე ზუსტად ეს მიმართულება, ქართული კულტურა და ტრადიცია? მოგესალმებით მაყურებელს. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთან ქართული ცეკვის სწავლებას იწყებენ იმას საკში, როცა შობლების გადაწყვეტილება 5-6 წლის ასაკში, 7 წლის ასაკში და ჩემ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ასე მოხდა. მაგრამ ამის შემდეგ ქართულმა ცეკვამ შექმნა ჩემს იგივე ერთი პიროვნების იგივე სამყარო, რომელიც სამყაროშიც მე თავიდან ბოლომდე ჩაფლული ვარ დღევანდელ დღემდე და მადლობა აღმოს რომ მე გამიმართლა და ისეთ ადამიანებთან მომიწია მოღვაწეობა, როგორც ბუმბერაზე ადამიანები, როგორც არის ბატონი ჯემაჭკვასელი, ბატონი რევას ჭოხონელიძე, ასგარდაცვლილი და მათგან ძალიან დიდი გაკვეთილი და ძალიან დიდი სკოლა მივიღე და მე ამაყი ვარ ყოველთვის რომ მათთან ერთად ვარ, მათთან ერთად მუშაობდი და ვცდილობ რომ მათ გზას არ ავსდე და გავაგრძელო ღირსეული მემკვიდრე ვიყო მათი. გადავსწე მომავალ თაობას, ბავშვებს თუ უფროსებს ის ყველაფერი რაც მე ვისწავლე მათგან. სხვა ყოველთვის ფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთო, მეტი და მეტი შევძლო, არ ავსდე რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნა ბატონმა შენვადით ძველ ფესვებს და განავითარო და მეტი შემატო ქართულ ხელოვნებას. ეს არის მთავარი ჩვენი დევიზი რეალურად საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, აკადემიური სწორედ დასახელებიდანაც მკაფიოდ ჩანს ის თქვენი მიმართულება, რომ ემსახურებით ძირს და ახდენთ აი ამის აკადემიურ დონეზე აყვანას. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და რეალურად ვიტყოდი, რომ ანალოგი საქართველოში არ ყავს, თუნდაც თქვენი წლებიდან გამომდინარე. 130 წელი, თითქმის საუკუნე ნახევარი, საკმაოდ დიდი დრო არის აი ესეთი ღირებული საქმისთვის. ზაალ ჭუმბურიძე, თქვენთან გადმოვინაცვლებ, ანსამბლ ერისიონის სოლისტი იყავით და აბსოლუტურად სრული ქორეოგრაფია გიცნობთ თქვენი ქართულის შესრულებით, რომელიც ესეთი უნიკალური, დახვეწილი და ესეთი ძალიან ღირებული იყო. ასევე მინდა აღვნიშნო ის ჯილდო, რომელიც 2015 წელს აი აღინიშნა ბატონი რევაზ ჭოხონელიძე და სწორედ რევაზ ჭოხონელიძის პირველი ოქროს მედალოსანი გახდით თქვენ. ამასთან დაკავშირებით რომ გვიამბოთ და ზოგადად თქვენი შემოქმედების შესახებ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს მთელ საქართველოს. რაც შეეხება რევაზ ჭოხონელიძის ორდენს, ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, როდესაც ეს ორდენი გადმომცეს, მე უღრმეს მადლობას მოვუხდი კულტურის სამინისტროს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას. მე მიღებული მაქვს აგრეთვე ღირსების ორდენი, ბრწყინვალების ორდენი, მაგრამ აი ბატონ რეზოს ორდენი ჩემთვის იყო რაღაც განსაკუთრებული რა. და აქ კიდე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ორდენის დამზადებაში საკუთარი შვილმა რევაზ ჭოხონელიძის, კახა ჭოხონელიძე მიიღო მონაწილეობა, მისი ესკიზით გაკეთდა ეს ყველაფერი, უნიჭიერესი ბიჭი არის, მხატვარი არის, გადასარევი პიროვნებაც არის. რაც შეეხება ქართულ ცეკვას, ყველაზე რთული შესასრულებელი ცეკვა არის იმ ცეკვებს შორის, რაც ქართველებს გაგვაჩნია, მით უმეტეს რომ ქართული ცეკვები გაჯერებული არის უამრავი რთული ილეთებით, წეხანები კანმაღნიშნა რომ სხვა ეროვნების ადამიანებს ამის გაკეთება ცოტა უჭირთ, არ შეუძლიათ. და ქართული ცეკვა განსაკუთრებით გამორჩეული არის, იმიტომ რომ ეს ითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, ძალიან დიდ შრომას, ძალიან დიდ დარბაისტურ საქციელს, აი სული ჭირდება სხვანაირი რაღაცა რა ქართულის ცეკვას და ცოტა რთულად შესასრულებელი ერთეულები არიან, ვინც ამას ახერხებს და აკეთებს და სასიამოვნოა რომ ჩვენი ერი ქართველები ეს დიდად აფასებენ ქართულ ხელოვნებას და დაყავთ ბავშვები ცეკვაზე, მომავალი თაობა მოყავთ და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. მე მინდა უდიდესი პატივით აქ მომავალი თაობა არის წარმოდგენილი. მათ უთხრა რომ ისინი არიან მართლაც გმირი ადამიანები, რომლებიც და ის თაობა, რომელიც ხან ახსენეთ თქვენ ოქროს თაობა, ეკა ლევანი ჩვენი თაობა, რომელმაც ძალიან გაჭირებულ პერიოდში 30 წელი მოვდივართ ერთად, 35 წელი მთელი ახალგაზრდობა გამოვიარეთ ერთად და ძალიან ბევრი გაჭირება გვინახია, შიმშილიც გვინახია, ეს ვაგონებში ცხოვრებაც გვინახია,
მაგრამ ქართულ ხელოვნებას ვერ მოვწყდით ვერაფრით, იმიტომ რომ ამაში ვნახეთ მთელი სულიერება, ამაში ვნახეთ მთელი საზრდო რითიც ადამიანი იკვებება რა. ეს არის ჩვენი სულიერი სიმდიდრე, ქართული ხელოვნება. არა მხოლოდ ეს თქვენ თვითონ გამოიარეთ, არამედ ეხლა მუშაობთ იმაზე, რომ მომავალ თაობას გადასცეს თქვენი ეს სულისკვეთება, პროფესიონალიზმი და ხედვა ქართული ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის სფეროში. თქვენს თქვათ მიღწევებზე რომ გვესაუბროთ, თქვენ აი ოქროს თაობას სწორედ აღნიშნე, მუშაობთ მომავალ თაობასთან. რა არსებული თქვათ გამოწვევები არის, რა ტენდენციები არის ახალ თაობასთან მუშაობის განმავლობაში? ჩვენ სტუდიაში, სადაც ჩვენ სტუდია გვაქვს ერისმიორთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ჯგუფები, იქ არიან უამრავი ბავშვები, რომლებიც დაკავებული არიან ქართული სიმღერით, ქართული ინსტრუმენტების შესწავლით, ქართული ცეკვის შესწავლით და სიამაყის გრძნობით ვიტყვი ამას, რომ გამორჩეულები არიან, სხვადასხვა კოლე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ გამორჩეულები არიან თავიანთი ხალხური შემოქმედებით. აი ეს ბავშვები იხვეწებიან, იზრდებიან და შემდეგ პროფესიონალები ხდებიან. აი აქ არიან თაობა, რომელიც ჩვენ სტუდიაში აიღეს ფეხი, მიშკამ ჩვენ სტუდიაში აიდგა ფეხი, პატარა 6 წლის ბიჭი მოვიდა და დღეს წარჩინებული მოცეკვავი არის და ძალიან კარგი პიროვნება ჩამოყალიბდა. და ყველას ხაზს გაუსმენ კიდე რომ ჩვენ სტუდიაში არა მარტო ცეკვებზე და სიმღერაზეა ლაპარაკი, ადამიანის ჩამოყალიბებაზე მიდის. ფსიქოლოგიურად, ხელოვნების მიმართ, საქართველოს სიყვარულის მიმართ, რა ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის რა. მე მინდა კიდე ხაზი გაუსვა, როდესაც ჩემი ქართულის პერიოდი იყო და მე ქართულს ცეკვავდი, მე მყავდა არაჩვეულებრივი პარტნიორები. ეს იყო ეკანონიკაშვილი, ეს იყო მაია კობახიძე და ია ესვანჯია ქუთაისში, როდესაც მასთან ერთად დავიწყე ცეკვა. ამათმაც შემაძლებინეს ის, რასაც მე ქართულ ცეკვაში მივაღწია რა. მოვიკითხოთ ყველა თქვენი ის თაობა, ვინც თქვენთან ერთად აი ამ ლამაზ წლებს ალამაზებდა და ემსახურებოდა პროფესიონალურად ქართულ ცეკვას და სიმღერას. ძალიან საინტერესო მიდის ჩვენთან საუბარი ქართულ ცეკვასა და სიმღერაზე. მინდა წარვადგინო კლიპი ბატონო შერმანდი, რომელმაც არ ვიცი, ბუმბერაზივით გაიჟღერა მსოფლიოში და ეს იყო ვფიქრობ საქართველოს გაბწყინება ერთგვარი 2002 წელს, როდესაც გადაიღეთ საფრანგეთის ალპებში კლიპი შატილის ასულო. ამის შესახებ ორიოდე სიტყვით რომ გითხრათ და ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს უკვე მოვასმენინებთ და ვაყურებინებთ აი ამ არაჩვეულებრივ კლიპს. ჩვენი პროდიუსერი მოგხსენებათ, ყავდა ერთი ამერიკელი კაცი ჯიმლო, ასეთი პიროვნება, რომელიც შემდეგ უკავშირდა ფრანგ პროდიუსერებს ასევე და მათ ერთად გადაწყვიტეს და გააკეთეს ის საქმე, რაც მოხდა მაშინ იმ წლებში ჩვენი ანსამბლის ცხოვრებაში. დიდი საქმე გააკეთეს ამ ხალხმა, მაგრამ ამისთვის რომ ეს ყველაფერი მისულიყო თავის ლოგიკურ დასასრულამდე, საჭირო იყო აუცილებლად ამ კლიპის გადაღება შემდგომი წარმატებებისთვის და გადაწყდა ეს საქმე და დაიხარჯა უამრავი ფული, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი ძალით თანხა. თვითონვე აარჩიეს მსახიობები რეჟისორმა, ტერი ვერგნესი არის ასეთი პიროვნება, ფრანგი რეჟისორი, რომელმაც ძალიან დიდ ხანს შეისწავლა, ასე ვთქვათ, ჯერ საქართველოს ისტორია. აიკითხა წიგნები, ოძებნა, რაღაც ძველი ნაშრომები, აცები და აი ამის შემდეგ დაიწყო რამოდენიმეჯერ უყურა ჩვენს შოუს. და შემდეგ დაიწყო მუშაობა კლიპზე. აარჩიეს თვითონ მსახიობები. და ნუ ფიქრობდნენ თავიდან რომ საქართველოში გადაეღოთ, მაგრამ რაღაც თანატყობად თანხებთან იყო დაკავშირებული, ხა მე ზუსტად არ ვიცი. და გადაწყდა შემდეგ ალპებში გადაღება. ძალიან რთულ პირობებში, ყინვაში, თოვლში. თუმცა გამოვიდა არაჩვეულებრივი. ხო. როგორც ყოველთვის რაღაცა უნდა მოუძებნოს ქართველმა აუცილებლად, რომ ეს ანუ სადაც მასში იყო გადაღებული, რა ქვია, უბრალოდ დამუშავებული კომპიუტერულად, არა და ეს ნამდვილად შემის კადრებიც არსებობს და არ ვიცი სასწავლო პირობებში მოუწია ძალიან ისეთი გოგონებმა ბიჭებმა ასე ვთქვათ, გადასარევად იმუშავეს.
ძალიან მაღალ დონეზე იმუშავეს და თვითონ ისინიც რეჟისორი, ოპერატორები ისინი გაკვირვებულები დარჩნენ. ნუ არ ეგონათ თუ ასე მოკლე დროში გადაიღებდნენ ამ. რაღაც ერთ კვირაში გადაიღეს ეს. ნუ დიდი სამუშაო ჩადა და ამ კლიპმა აი როგორც ბომბი ისე გავარდა ასე ვთქვათ რა. ესეთი ძალიან საოცარი რამ გამოვიდა და კიდევ ერთხელ ვაჩვენო ჩვენს ტელემაყურებლებს, სარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად იცის ეს კლიპი და უყვარს ნამდვილად და ეამაყება ყველა ქართველს აღნიშნული კლიპი, ამიტომ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, უყურეთ და უსმინეთ, დადგმით არაჩვეულებრივი შატილის ასულოთი. ჩვენ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერით, აღმოაჩინე საქართველო, გთავაზობთ შატილის ასულოს. შენ ვინც კითხულობ ქართულ ლეგენდას აღმოაჩენ ამ ამბავს. Salam
ბავშვებო, მეგობრად თამაში. ახლა წავიდეთ ჭამოცაჭკა. აღმოაჩინეს საქართველოს დაგიბრუნდათ ობიექტივის ტელევიზიისა და რადიოს პირდაპირ ეთერში ჩვენ ვსაუბრობთ არაჩვეულებრივ თემაზე, რომელიც საქართველოს ტრადიციული კულტურისა და ცეკვის განვითარებას ეხება. მინდა ჩვენი გადაცემის მეორე რუბრიკაში დავუბრუნდე არაჩვეულებრივ მომღერლებს და მოცეკვავეებს, რომლებიც გვილამაზებენ სტუდიას, ლიკა წიფურია, კიდევ ერთხელ მიხეილ მაისურაძე და ილია გელაშვილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ლიკას მინდა მივმართო შეკითხვით მობილური არის პირდაპირ ეთერში შემოვიყვანოთ და შემდგომ უკვე გადმოვალ შეკითხვით თქვენთან. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, ქალბატონო. თქვენ წამყვანი მისაბდანების სახელი არის, მაგრამ მოგმართოთ პატივისცემით. ობიექტივის ისა მადლობას ვუხდი, რომ აი ესეთი კარგი რაღაცებს ახერხებენ. რამინდა იცი მიესაბებით ხელმძღვანელებს. აი სულ ის მადლობდანდებიან და იცი რამინდა. დღემდე გასო კომისიოს როდოს არა ალოლოგოთ პლუს მინუს იყო, მაგრამ ეხლა ისე ამდება. მაშინ ყველასობაში იყო სიმღერის მომღერლები, მოცეკვავეები, მე კეთებოდა, გუნდი კეთებოდა, ყველაფერი და დღეს უკვე ყველაფერი მაისმო. რა არის ასიოსი მე ვარ მედერი ძამები ვარ ისოდე 80 ისე დავადა მე უცებ მაგ ხელმძღვანელს რომ აი ეს ხობა მას შეიცვალოს არა ის ხობა ეხლა ეს არის თავითური ხობა თავითების ხობა ფილო მილიარდერის იპარავენ ხობა მომღერლები მსახიობები შეგვიძლია სიულები მე მინდა რომ აი მალე მე შეესო არის იგივე ხოლმე მაგრამ მინდა რომ აი მას ისა აი ხელმძღვანელს აუცილებლად გამძლეობა ბედიერება და მადლობა ზარისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია ის, რომ მოცეკვავე და მომღერალი უნდა იყოს დაფასებული და ნამდვილად ეს ანაზღაურებადი სამსახური უნდა იყოს და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ხალხურ ცეკვას და სიმღერას. ლიკა, დაგიბრუნდები. რა არის შენთვის ცეკვა ზოგადად რომ ვისაუბროთ და რატომ აირჩიე ეს კონკრეტული მიმართულება? მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მოგესალმებით თქვენს. მე ვარ ბედნიერი რომ ვარ ქართველი, ვცეკვავ ერისიონში და მათვე ეს ულამაზესი ნაციონალური კოსტიუმი დღეს თუნდაც. ბავშვობიდან შემამჩნიეს მშობლებმა და მათი რჩევით შევედი 5 წლის ასაკში უკვე ქართულ ცეკვაზე. და შემდეგ ნუ რაღაც პერიოდი გავიარე სხვადასხვა ანსამბლებში მოღვაწეობდი და უკვე 24 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, ყველა მოცეკვავის მიზანია, რომ იცეკოს აკადემიურ ანსამბლში. და რადგან გავიზარდე ესეთ ტრადიციულ ოჯახში, ყოველთვის მირჩევდნენ ერისიონს და დაუჯერე, ასე ვთქვათ, მშობლებს და გავამართლე მათი იმედები, მივედი ამ ღირსეულ ერისიამაყე ანსამბლში ბატონ ჯემალ ჭკუასალთან და ბატონ რეზას ჭოხონელიძესთან. ბედნიერი ვარ, რომ მათთან ეს მონაკვეთი მუშაობის მომიწია. ბევრი რამ შევიძინე, ამ დიდი ოჯახის წევრი გავხდი, ბევრი ნათესავი მეგობარი ესე დავახლოვდით და უშუალოდ პირადად ოჯახის წევრიც გავხდი ამ დიდი ანსამბლის. დიდი მადლობა. მიხეილს მინდა მიმართო. მიხეილ, ქართული პროტოტიპით და ვიზუალით განასახიერებ ქართველი ნამდვილი ვაჟკაცის იერსახეს. არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შინაგანად მოდის შენგან ის მუხტი, თუნდაც ცეკვის განმავლობაში. რა არის შენთვის იყო ქართველი და მით უმეტეს ემსახურო ქართულ ცეკვას? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩემთვის საამაყოა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ 5 წლის ასაკიდან ვემსახურები ქართულ ხელოვნებას, ქართულ ცეკვას. სწორედ ბატონმა ედიშერმა აღნიშნა ძალიან ჯორჯიან ლეჯენდის შესახებ, რომ ნახე, ანუ დისკი რომ გამოვიდა ერისიონის და რომ უყურე კლიპს თუ როგორ ცეკვავდნენ, როგორ მღეროდნენ, რა ხდებოდა სცენაზე, როგორი ემოციებით იყვნენ დაცლილი მაყურებლები, მეც მომინდა რომ მეცეკვა და ყოფილიყავი ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი. და მე ვფიქრობ, რომ შევძელი ეს ყველაფერი და ვამაყობ ამ ყველაფრით, რომ არა, აი ამ ხალხთან ერთად მომწე ამ
ბუმბერას ხალხთან ერთად მუშაობა ბატონ რევაზ ჭოხონელიძესთან, ჯემალ ჭკუასილთან ერთად და მიხარია რომ ვარ ქართველი, მიხარია რომ ვარ ერისიონის წევრი და წარმოვაჩენ ჩემს სახეს, ჩემს ქვეყანას, ჩვენს კულტურას და უსურვებ ყველას რომ მიცეკო სიმღეროს, შეინახოს და დაიცვას ჩვენი ნამდვილი ქართული ცეკვა, ნამდვილი ქართული სიმღერა და ხელოვნება. მადლობა, წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც თქვენს კვალს, ესე ვთქვათ, ადგას და ნამდვილად ესეთი სიამაყით და სიყვარულით ასრულებს თავის სამუშაოს. ილია, ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და აუცილებლად მინდა აღვნიშნო უკვე გაჟღერებული სიმღერა ჩაკრულო, რომელსაც დღეს საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე მყოფი, შენ, ესე ვთქვათ, ასრულებ ესეთ კარგად პროფესიონალურად. აი ამის შესახებ რომ გითხრა და ზოგადად პოლიფონიის შესახებ, რას ფიქრობ? როგორია შენი ხედვა? რატომ უნდა იმღეროს ქართველმა კაცმა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენს მენელს. ილია ბოდისკიხტი ზარ შემოვიყვან პირდაპირ ეთერში, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. სულ ახალწლებს და ბრაზილებს დღესასწაულებს მოგილოცავთ სულ. ასევე აი ფრაგმა რეჟისორმა ეს კლიპი რო გადაიღო, ქართული ისტორია შეისწავლა, საქართველოს ისტორია. და თქვენ აქ წერგან ძალეთ სხვა ერის ხალხი თუ ქართული ვერ შეისწავლე, ისე კლიპს ვერ გადაიღებ უბრალოდ და თუ სულში ქართული არ გიზის, იმას ქართულს ვერ იმღერებ და ვერ იცეკვებ. ვინც არ უნდა გადაიღოს ის სომხები არიან, ასე ყველამს გაუმართოს, კარგია რომ გვაწევენ, მაგრამ თქვენ მგეშინია გააგზავნეთ თქვენი საქმე, ვერავინ ამას ვერ გადაიღებს, იმიტომ რომ სულში უნდა გეჯდეს, აუ დავიწყოთ უბრალოდ ყველა ქართველები ვარ, თქო მე სამეგრელო ვარ. მეგრელოიდის მიორ, მაგას სხვა კუთხეები ვერ იცის, მაბატიეთ გალა სხვა იმისა, უბრალოდ ეს ახო ყველა ერთი ვარ, მაგრამ მაინც განსხვავებულია კუთხური და სხვა როგორ გადაიღებს მაგას რაციონშია, თქვენ დავიმართოთ და წარმატებას ვუწევთ ყველას. გეთანხმებით, დიდი მადლობა თქვენს ასევე წარმატებები და მადლობა რომ გვიყურავთ. ილია გისმენ. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მენელს, თქვენს მაყურებელს და მე მინდა აღვნიშნო პირველ რიგში რომ ჯერ პირველ რიგში ვარ ამაყი, რომ ვარ ამ ანსამბლის წევრი და ორმაგად კიდევ ამაყი რომ ვასრულებ ისეთ სიმღერას, რასაც ჩაკრულო ქვია. იმიტომ რომ ამ ანსამბლში უმღერიათ ისეთ მომღერლებს და შეუსრულებიათ უნიკალურად ეს სიმღერა, არა მარტო ჩაკრულო, არამედ ბევრი სიმღერები და ბევრი ცეკვები. რომ პირველ რიგში დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვასრულებ, ვაგრძელებ საქართველოს ისტორიის გამოსახვას მე სიმღერით, ჩვენი მოცეკვები თავის ცეკვით. რაც შეეხება ქართულ სიმღერას და პოლიფონიას, წეხან იყო ზარი, რომ სოფლებში, რაიონებში უნდა იყოს მიექცეს პირველია ძირი ეს ყოველთვის. ძალიან კარგია, ძალიან ვცდილობთ ყველაფერს რომ გავაკეთოთ ეს რომ ჩვენ გადავცეთ ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს ყველაფერი, მაგრამ თუ ძირიდან არ წარმოვიდა ეს ნელ-ნელა დავკარგოთ ჩვენს ამ ტრადიციებს, რასაც ქართული სიმღერა და ქართული ცეკვა ქვია. ნამდვილად დაგეთანხმებით, დიდი მადლობა რომ თქვენ ესე მკაფიოდ ინარჩუნებთ აი ამ თქვენს პოზიციას, რომ ნამდვილად უნდა იყოს ძირი შენარჩუნებული და სწორედ აი ამ ძირზე უნდა იყოს აშენებული ყველაზე ის საბაზისო და მნიშვნელოვანი კომპონენტები ქართულ ცეკვასა და სიმღერაში. მადლობა რომ ხართ ესეთი პოზიტიურები, ესე გიყვართ საქართველოს კულტურით, ტრადიციით, ცეკვით და ესეთი დიდი შემართებით და სიამაყით ასრულებთ აი ამ საქმეს. ბატონ ედიშერთან შერმანდისთან გადავინაცვლებ ჩვენს ტელემაყურებლებს ახლა ვაჩვენებთ ჰარირას ერთ-ერთ მონაკვეთს სიმღერისა და ცეკვის ნაერთის აი ამის შესახებ რომ წარუდგინოთ და მოკლედ შევაჯამოთ ანსამბლი ერისიონის სამომავლო გეგმები და დამშვიდობებამდე ჩვენს ტელემაყურებლებს უკვე ვაჩვენებთ ამ არაჩვეულებრივ კლიპს გაუტონინო მინდა ერთი-ორი სიტყვით მაგჩვენმა ილიამაც თქვა და ბრძანა გწოლ მამაკაცმა რომ დაგვირეკა ყველა სოფელში და სწორედ თქვა ილიამაც ეს თუ იქიდან არ წამოვიდა ჩვენ შეგვიძლია ეს რაღაც პერიოდის განმავლობაში შევინახოთ სცენაზე ავიტანოთ მაგრამ ჩვენ ამას ვერ განვითარებას ვერ ვივცემთ დიახ ნელ-ნელა უკუსვლა იქნება თუ ძირიდან არ წამოვიდა და ეს არის აუცილებლად საშური საქმეა ძალზედ საშური და მეც აღანაც აღნიშნე რომ ფოლკლორის ცენტრმა ძალიან კარგი
სულები გააკეთა და ძალიან კარგად მუშაობენ. და კარგი იქნება და ალბათ წარუპარება რომ უფრო და უფრო ამას განვითარება მიეცემა და ყველაფერი მოვა წესრიგში. რაც შეეხება თქვენ რომ ითხრეთ ხო ჰარირა. დიახ. ჩვენ ეს ბატონი რეზოს დადგმული ცეკვა რა თქმა უნდა რომელსაც მარულას ეძახით ჩვენ ასე ერქვა ცეკვა მარულა მოგესალმებათ მარულა რაც არის ეს მეგრული ფოლკლორია და შემდეგ უკვე მან პრინციპში დაიწყო მერტამის სული ახსენოს გარდაცვალება და ცოტა ადრე ქონდა ჩანაფიქრი რომ უნდა ცოტა განვითარება მიცემოდა კიდევ ამ იმას და ჩვენ მისი სურვილი ასე ვთქვათ განახორციელეთ და დაემატა წინ ერთი მეგრული ლამაზი სიმღერა და შემდეგ მოხდა ამათი შერწყმა ერთად და გამოვიდა ძალზედ საინტერესო და ესეთი კარგი სანახაობრივი და მოსასმენი ძალიან ლამაზი ქართული სიმღერის და ცეკვის ესეთი შერწყმული ნომერი. ნაერთი. სამომავლო გეგმებსაც შეეხება, სადაც ძნელი რთულია ახლა ესეთი პერიოდი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არის ბევრი რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ ვერ ვიტყვი ახლა დანამდვილებით როგორ იქნება, რა იქნება, იმიტომ რომ ხედავთ ესეთ პერიოდში ცხოვრობთ. შეიძლება დღეს ხვალ უნდა გავფრინდეთ სადმე და უცბად წინა დღეს შევატყობინებთ რომ ესეთ რა ბოდიშით, მაგრამ ესეთების ხდება ხოლმე და რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. გეგმები გვაქვს. შეწყობა ჭირდება ქართულ ხელოვნებას რომ განვითარდეს. ეს სახელმწიფოდანაც, კულტურის სამინისტროდანაც უნდა გამოჩნდეს საქართველოში ის ხალხი, ვინც ამას დააფინანსებს. სპონსორები ქართული სულით უნდა იყვნენ გამშვალული, ქართული სიყვარულით უნდა იყვნენ. ეხლა ძალიან აქტუალური არის ერთი კვირა ძალიან აქტუალურია ედიში რო არ მიშევეხოთ ამ თემას არ შეიძლება რა. ძალიან აქტუალური არის სუხიშვილების იუბილეზე აი ესეთი დიდი ბონუსის გაკეთება საკუთარი მოცეკვავეებისთვის. ჩვენ წლების განმავლობაში ახლა ედიშერი და მეთანხმება აგერ ან ჩვენ ანსამბლში ასევე ბინები რიგდებოდა, ასევე მე თვითონ მანქანა მაქვს მიღებული, ხო გახსოვს როგორი პერიოდი იყო. ეს კი არა, ხო, ეს კი არ არის თავარი არის რომ წარადგინო შენი მოცეკვავები როგორც გააკეთა ილიკო მაგალითი მიცას უყოლას და გამოაცხადა პირდაპირ აი ეს მოცეკვავები არიან გმირები აი ეს მომღერლები არიან გმირები ხელოვანი ხალხი გმირები არიან და დაანახა უყოლას დაფასება ჭირდება ამ ხალხს აი ეს გვინდა ეხლა ზუსტად ამაზეა ლაპარაკი რომ წინ წამოწეული თაობა რომელიც ენერგიას არიშურებენ ამათ უნდა დაფასება ამათ უნდა ამაყი დავდივარ აი ერთი კვირა ამაყი დავდივარ რატო იცი აი მოცეკვავე წამოწიეს წინა პლანზე და მაგალითი მიცეს ყველა ქარხნის დირექტორს, ყველა დაწესებულების დირექტორს და უთხრეს რომ შენი შანამშრომელი დააფასე. ის არის შენ რაც გაძლევს ამ პროდუქციას. აი ეს მაგალითი არის აი ამ ხალხის ბეჭებზე. მე მიგარი თაობას, რომელსაც ოქროს თაობას ამბობდით თქვენ ქალბატონო ნინო, აი ამათ ბეჭებზე მოვიდა ქართული ხალხური სიმღერა იმ გაჭირვების დროს, როდესაც ომი ჰქონდა საქართველოში, სამოქალაქო ომი ჰქონდა. აი ამ ხალხს დაფასება უნდა, აი ამ ბიჭებს დაფასება უნდა და უნდა გამოჩნდეს საქართველოში მე თამამად ვიტყვი ამას. გია კავთელიშვილის ნაირი ხალხი, ვინც ქართული სიმღერა უყვარს, ქართული ცეკვა უყვარს და მისი პოპულარიზაცია უნდა საზღვარგარეთ რო გაიტანოს. ისე სხვანაირად არაფერი არ გამოვა. აი ეს ამაში უნდა ჩადოს ქართულმა ბიზნესმენებმა თანხა და ფული, იმიტომ რომ ესა გვაქვს ჩვენ ყველაზე აბიცი რა ყველაზე მოსაფერებელი და ყველაზე დიდად გასაფრთხილებელი. აი ეს სამწუხარო ჩვენი დრო უკვე დასასრულს მიუახლოვდათ. კიდევ ერთხელ წარვადგენთ ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომლებიც ანსამბლ ერისიონს წარადგენდნენ. შერმანდი ჭკუასელი, ეკა ჭკუასელი, ლევან კუბლაშვილი, ზაალ ჭუმბურიძე, ლიკა წიფურია, მიხეილ მაისურაძე და ილია გელაშვილი. დიდი მადლობა თქვენ რომ გაგვილამაზეთ დღეს გადაცემა და ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს ერთი კვირით ვემშვიდობებით. მანამდე კი გიტოვებთ არაჩვეულებრივ ჰარირას, რომელსაც უყურებთ და დატკბებით. კიდევ ერთხელ აღმოაჩენთ საქართველოს. ნახვამდის აღმოაჩინე საქართველო ერთი კვირით გემშვიდობებად.